გამარჯობა, დღეს განვიხილავ მათემატიკის 2022 წლის 4 ხულიანების მეორე ნომერს. მოკლე პრეამბულა თუ რატო გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა პირველ რიგში, იმიტომ რომ 2022 წელს მე ჩავაბარე პირადად ეროვნული გამოცდები და ზუსტად ეს 4 ხულიანი შევხვდა, რომელიც თავის დროზე ვერ გავაკეთე, კი გავედი რაღაც დონემდე, მაგრამ ვერ გავაკეთე დროის სიმცირის გამო. პირველ რიგში ამის გამო გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა, მეორე რიგში ის რომ პასუხებში ისე დამაკმაყოფილებლად და კარგად არ არის ახსნილი და ვისაც აინტერესებს ამ ამოცანის დეტალურად ახსნა, ეხლა განვიხილავ და მესამე რიგში, იმიტომ რომ ჩემი დათესავი აბარებს ეხლა გამოცდას და იმან კი ამოხსნა, მაგრამ მე მინდა რომ ჩემი ბური გზა ვანახო, რომელიც გონია რომ ყველაზე კარგად არის ახსნილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ამოცანა არის რთული, საკმაოდ ვრცელი ის გამოვა, რა ქვია, ვიდეო და შესაბამისად იმასაც აგიხსნით, თუ როგორ შეიძლებოდა, ან როგორ უნდა ყოფილიყო ზოგადად ის, რომ შედარებით ნაკლები დრო წაიღო ამოცანას ამოხსნაში და როგორ უნდა გვიაზროვნა ამ შემთხვევაში. ამოცანის არსი მდგომარეობს შემდეგში: იპოვეთ აპარამეტრის ყველა მნიშვნელობათა სიმრავლე, რომელთათვისაც x² ნაკლებიანი ტოლი a-2-სა და x² + 4x ნაკლებიანი ტოლი 1-100 უტოლობების ამონახსთა სიმრავლეებს აქვს ზუსტად ერთი საერთო ელემენტი. ანუ ეს რაღაცა 100 რიცხვს რო ჩავსვავთ, რომელიღაცა არის რიცხვს, ისეთი უტოლობა უნდა მივიღოთ შემდეგ, რომ ამ ორ უტოლობის ამონახსთა თანაკვეთა იყოს ერთი რაღაცა კონკრეტული რიცხვი მარტო. საამარტივად რო ავხსნათ, ეს არის. ხო, ეს ამოცანა საკმაოდ რთულია ჩემი აზრით და იმისათვის რომ ვიცოდეთ ამ ამოცანის ამოხსნა, ჩვენთვის საჭიროა რომ ვიცოდეთ აი რიცხვებთან მოქმედებები პირობითად ფევში რა ხდება და ასე შემდეგ, ზოგადად რიცხვებთან მოქმედებებს უკვე არ გულისხმობ ეს ისა წილადებით, ეს ძალიან კარგად რომ უნდა ვიცოდეთ, უკვე მოიაზრება და უტოლობების ამოხსნას უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად და ფუნქციების გრაფიკის განლაგება იმისთვის რომ მივხვდეთ თუ როგორ უნდა ამოხსნათ ეს ამოცანა. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგუჭირდება, რავი, თუ იმე ეგრე ამოხსნის, რომ ფუნქციების გარეშე მიხვდეს, როგორ უნდა მოიხსნას, მაშინ ძალიან მაგარია. წინასწარ დავწერე იქიდან გამომდინარე, რომ Paint-ში გავაკეთე და ვერ მოვასწრებდი ხელით დაწერას და ძალიან დიდ დროს წაიღებდა ვიდეო, აქედან გამომდინარე წინასწარ შევადგინე თუ რა და როგორაა ამოცანის ამოხსნა. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ის, რომ გვაქვს ორი ფუნქცია. პირობითად მე ესეთნაირად დავხატე, ეს არის პირობითად პირველი ფუნქცია და ეს არის მეორე ფუნქცია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩემს ახსნაში, ამიტომ დავიმახსოვრეთ, რომ ამას დავუხო პირველი ფუნქცია და ერთ ხარეს გადმოვიტანე ყველაფერი და ესეთნაირად გამოიყურება, ამას დავუხო მეორე ფუნქცია, ერთ ხარეს გადმოვიტანე ყველაფერი და ესეთნაირად გამოიყურება. პირველ რიგში გავიაზროთ, თუ როგორი სახეები ექნება, გინდა პირველ ფუნქციას, გინდა მეორე ფუნქციას. პირველ ფუნქციას ჩვენ ხედავთ, რომ არ აქვს b კოეფიციენტი არ აქვს, ანუ ზოგადად კვადრატული ფუნქცია არის ესეთი, რომ ax² + bx + c არის პირობითად 0-ის ტოლი, ხო, ან y-ის ტოლი, აზრი. ხო, ანუ ამ შემთხვევაში გვაქვს a კოეფიციენტიც, b კოეფიციენტი და c კოეფიციენტი. აქ არა გვაქვს b კოეფიციენტი და ეს არის გამიზნულად გაკეთებული. სხვა შემთხვევაში ალბათ ძალიან გაგუჭირდებოდა ამოცანის ამოხსნა და რთულად გვექნებოდა საქმე. ესეთი ფუნქცია ყველა ვარიანტში არის y ღერძზე განთავსებული. ეხლა ნახეთ, y ღერძზე რო იყოს განთავსებული ეს ფუნქცია, შესაძლებელია ქონდეს სხვადასხვა ვარიანტები, ხო, როგორც დავხატე აქ მარჯვნივ. შეიძლება იყოს ესეთნაირად განლაგებული, ანუ 0-ის ზევით, რაც არ გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ ვეძებთ ნაკლებიანი ტოლი 0-ზე. ნაკლებიანი ტოლი 0-ზე ეს ფუნქცია არასდროს არ ხდება, ანუ y-ის მნიშვნელობა არის მნიშვნელობათა სიმრავლე და ის არასდროს არ ჩამოდის ქვევით. მეორე შემთხვევაში არის, როდესაც 0 წერტილს ეხება და ეს არის მარტო ერთი შემთხვევა, ესეთი ამ ფუნქციისთვის და მესამე შემთხვევა არის, ანუ ერთი ამონახსნი ექნება ამ შემთხვევაში ამ ფუნქციას, ხო, 0-ის ტოლი როცა ექნება. მესამე შემთხვევა არის, როდესაც მის დაბლა არის. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ამონახსნი აქვს ამას. ანუ ჩვენ გვაწყობს ფაქტობრივად, აი ისე რომ დავფიქრდეთ რა, ზოგადად, ეს მეორე ვარიანტი კი სადაც ვიწერია და მესამე ვარიანტი, ეს პირველი ფუნქციის შემთხვევაში. მეორე ფუნქციის შემთხვევაში ეს ძალიან რთული ფუნქციაა და კოეფიციენტის მიხედვით, ნებისმიერი არ შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ნებისმიერი შეიძლება იყოს, ნებისმიერ მდებარეობა შეიძლება ქონდეს და ამ შემთხვევაშიც ეს მდგომარეობა არ გვაწყობს ზევით, რომელიც ამიტომ რომ ამონახსნი არასდროს არ არის 0-ზე ნაკლებიან 0-ის ტოლი, არც ამ შემთხვევაში, არც ამ შემთხვევაში, მარტო როცა ეხება მაგ შემთხვევაში, ან როცა ორჯერ ეხება, მაგ შემთხვევაშია 0-ის ტოლი, ან 0-ზე ნაკლები ამ ფუნქციის მნიშვნელობა და სიმრავლე, ხო?
აი ეხლა ეს ორი ფუნქციის თანაკვეთა ისეთნაირად უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ წერტილში ეხებოდნენ. ეს არის ძალიან ბევრი, ესა ყველაზე რთული გასააზრება. თუ ეს გაიაზრე, მე მათემატიკური ნაწილი დაწერე, ფაქტობრივად ამოცანა ამოხსნილი გაქვს. ამის გასააზრებლად შეიძლება რამოდენიმე ვარიანტად დავყოთ, რომ ეს მივხვდეთ, ეს გავიაზროთ. პირველი ვარიანტი ეს იქნება ესეთი რაღაცა, რომ ფუნქცია გადიოდეს ნულზე, პირველი ფუნქცია, ანუ ეს ფუნქცია x² + 2a + 2 - a, რომ გადიოდეს ნულ წერტილზე. ამ შემთხვევაში ერთი ამონახსნი ექნება ორ სხვადასხვა ფუნქციას, ანუ მეორე ფუნქციას იმ შემთხვევაში, თუ ესეც ნულს გადაკვეთს მარტო ერთ წერტილში, ხო? და ეგ იქნება სწორედ ერთი ამონახსნი საერთო მაგისი და რა ას მნიშვნელობისთვის იქნება ეს კონკრეტული სიტუაცია, მაგას განვიხილავთ. ეს როგორც შეიძლება იყოს, ან ესე შეიძლება იყოს მარჯვნიდან რომ მოხდეს გადაკვეთა ნულის, ან მარცხნიდან. ეს ლოგიკურია. აი ეს გავიაზრეთ. მეორე რა ვარიანტი შეიძლება იყოს? აი ფუნქცია როგორც ვავუნიშეთ, რომ ეს მეორე კი, ანუ ქვევით იყოს რა წამოსული და კვეთდეს ორ ადგილას x ღერს. x ღერს თუ ორ ადგილას კვეთს, მაშინ მეორე ფუნქცია უნდა კვეთდეს ერთ ადგილას მარტო, ანუ ერთი ფუნქციის ნული უნდა ქონდეს, ესე რომ ვთქვათ, მარტო ერთი ადგილის გადაკვეთის წერტილი უნდა ქონდეს და ამ შემთხვევაშიც ეს ერთი იქნება სწორედ ის მნიშვნელობა და სიმრავლე, რომელიც გადაეკვეთება დამატ პასუხის ამოხსნის დროს. ხო? და თავდაპირველად, როგორც მახსოვს ეროვნულებზე, მხოლოდ ეს ვარიანტები განვიხილეთ. და სხვა ვარიანტი არ განვიხილია. ხო, ისიც დამავიწყდა, მე თქვენ ამას დავოთ თვითონაც მივხვდით, რომ კონკრეტულად ზევით აქვს ამას ამ ორივე ფუნქციას, ვინაიდან და რადგან საკოეფიციენტი მეტია ნულზე, ორივე ფუნქცია ზევით აქვს, ესე აწეული, ესე რომ ვთქვათ, რავი, პარაბოლას ფეხებიოთ, რას ეძახიან, ხევს ეძახიან, თუ არ ვიცი რას ეძახიან. მოკლედ ზევით მიემართება რა პარაბოლა რა. და მესამე ვარიანტი არის ყველაზე საინტერესო. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ეს ფუნქცია პირველი ფუნქცია. აი ესა პირველი ფუნქცია. ეს ისეთნაირადაა, რომ ორ ადგილას კვეთს ამ x ღერს და ეს მეორე ფუნქციებიც, რომელიც შეიძლება იყოს ან ეს ორი ვარიანტია. ესეც ერთ ადგილას კვეთს ფუნქციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ, რომ აქაც შეიძლება რომ სწორი პასუხამდე მივიდეთ. ეხლა სანამ ყველაფერს დავიწყებთ ამათ ამოხსნას და როგორ უნდა, ანუ ეს უბრალოდ ვიზუალიზაციისთვის, მაგრამ ეს როგორ უნდა ამოხსნას და რა სისულელეა, ხო? უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას, რომ ეხლა რა ვარიანტები ჩვენ განვიხილეთ, ყველა ვარიანტი ნაკლებიან ტოლი, რადგან აქ წერია ორივე ფუნქციაზე. ნაკლებიან ტოლი იმ შემთხვევაში არის, თუ ფუნქცია ან ერთ წერტილში ეხება x ღერს, რომ ორივე ფუნქციაზე მაქვს საუბარი. ან ორ წერტილში ეხება, ხო, x ღერს. ანუ რა გამოდის, რომ დისკრიმინანტი ამ შემთხვევაში თან აკოეფიციენტი ვიცით რომ დადებითია. დისკრიმინანტი ამ შემთხვევაში ან უნდა იყოს ნულის ტოლი, ან უნდა იყოს ნულზე მეტი. ხო, სწორია, სხვა გამოსავალი არ აქვს, იმიტომ რომ სხვა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არ გადაკვეთს, ხო, x ღერს. ანუ ფაქტობრივად 100 განსაზღვრის სიმრავლე უნდა დავწეროთ, რომ აი a საიდან სადამდე შეიძლება რომ იყოს. ამას როგორ გავაკეთებთ? 100 ყველა შესაძლო მნიშვნელობა. პირველ რიგში დავწერთ პირველ ფუნქციას, დავწერთ მის დისკრიმინანტს. ეს არის პირველი ფუნქციის დისკრიმინანტი, ну ამას მათემატიკურ ნაწილს მედია მარტივად მიხვდებით. მეორე ფუნქციის დისკრიმინანტსაც დავწერთ და მათემატიკურ ნაწილსაც იმედია მარტივად მიხვდებით. ამას თუ არ ხვდებით, ამოცანასაც ლოგიკურად ვერ ამოხსნით, იმიტომ რომ ეს ელემენტარულია და ამის ახსნას არ დავიწყებთ, რომ ძალიან გამეწელება ვიდეო, მაგრამ ისე კიდევ ამის ახსნაც. როგორც კი აღნიშნეთ, ფუნქციები უნდა იყოს ან მეტი, ფუნქციის დისკრიმინანტები უნდა იყოს ან მეტი ან ტოლი ნულზე. აჰა, დავწეროთ ზუსტად ეგ. ეს ხო არის დისკრიმინანტი. ეგ დისკრიმინანტი ან მეტია ან ტოლი ნულზე. აქაც ან მეტია ან ტოლი ნულზე მეორე ფუნქციის დისკრიმინანტი. ეს დისკრიმინანტები აი ესენი დავწერეთ და ამოვხსენით ეს უტოლობა, უმარტივესი უტოლობა, ხო? ანუ ერთ შემთხვევაში გამოდის, რომ a მეტია ან ტოლი 2-ზე და მეორე შემთხვევაში გამოდის, რომ a ნაკლებია ან ტოლი 5-ზე. ამათი ფაქტობრივად ეხლა თანაკვეთა უნდა ვიპოვოთ იქიდან გამომდინარე, რომ თუ ეს ორივე არ აკმაყოფილებს პირობას, ჩვენ ვერ ვიპოვით იმ a-ს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ხო? ორივე უნდა აკმაყოფილებდეს ფაქტობრივად პირობას. ამისათვის, ეს თვალსაჩინოებისთვის დავხატე, ეს იქნება ამათი თანაკვეთა 2-ის ჩათვლიდან 5-ის ჩათვლამდე. ესეც მარტივია. ეხლა ეს ყველაფერი ძალიან კარგად გავიაზრეთ.
10 ვიპოვეთ, რომ უნდა იყოს 2-დან 5-ის ჩათვლით, 2-ის ჩათვლიდან 5-ის ჩათვლამდე, ესე ვთქვათ. ეხლა განვიხილოთ თითოეული ვარიანტი. თითოეული ვარიანტის განხილვის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აი პირველ ვარიანტში დავუშვათ. პირველ ვარიანტში ჩვენ ხედავთ, რომ დისკრიმინანტი უნდა იყოს პირველი ფუნქციის დისკრიმინანტი. პირველი ფუნქციაში გახსენებთ, რომ არის ეს x² + 2 - a. დისკრიმინანტი უნდა იყოს 0-ის ტოლი, იმიტომ რომ ერთადერთი ამონახსნი აქვს. ეს ამონახსნი ძევს 0 წერტილზე, ხო? ანუ ამის დისკრიმინანტიც უნდა იყოს 0-ის ტოლი. ზუსტად ეგ დავწერე აქ, სხვა არაფერი, აი პირველი ვარიანტის განხილვა. დისკრიმინანტი უნდა იყოს 0-ის ტოლი. პირველი ფუნქციის დისკრიმინანტი უნდა იყოს 0-ის ტოლი. რა ამ შემთხვევაშია 0-ის ტოლი? როცა a უდრის 2-ს. კაი ბატონო, გასაგებია. თუ a უდრის 2-ს, მაშინ მეორე ფუნქციის დისკრიმინანტიც ხო გვაქვს გამოსახული a-ებით. მაშინ კონკრეტული რიცხვი ვიპოვოთ მეორე ფუნქციის დისკრიმინანტი რას უდრის, ხო? მეორე რიცხვის დისკრიმინანტი უდრის 12-ს. 12-ს უდრის. ახლა შეგვიძლია მაშინ დავწეროთ, რომ რა არის პირველი ფუნქციის x1 და x2, ხო? ანუ ამ ვარიანტებიდან ახლა რომელი არის რა? შეიძლება არც ერთი არ იყოს, რაც ახლა მაგას მივიღოთ სწორედ, რომ არც ერთი არ არის. ანუ x1 იქნება -4 + -12 შეფარდებული 2-თან და -4 - -12 შეფარდებული 2-თან. ეს რას ნიშნავს, რომ ამ მეორე ფუნქციის x1 არის ეგ რაღაც -4-ს. წამებ ქოეფიციენტი როგორ ჩავიდე და თვალდათვლიოთ რო დაგანახოთ. -4-ს პლუს ფესვი 12-დან, ხო, თორსლები შეფარდებული 2-თან და -4-ს ანუ ერთი ფესვი ძევს აქეთკენ პირობითად სადღაც და მეორე აქეთკენ, მაგრამ არც ერთი ფესვი არ ძევს 0-ზე, როგორც პირველი ფუნქციის ფესვი. ანუ აქედან გამომდინარე, ესეთ თანაკვეთა ეხლა აქ რაც დავხაზე კი კაია, კი გვაწყობს, მაგრამ ესეთი რაღაცა არ ხდება არასდროს. ის კი არა, რომ მე მოხდა დავუშვათ რაღაცა ფუნქციები გადაიკვეთეს და მე ნახეთ კიდევაც და a-ებიც შევადარეთ, ანუ იმას რომ ნახავთ საბოლოო ჯამში, რომ ეს რაღაცა ფუნქციები რაღაც წერტილში გადაიკვეთება, კიდე იმასთან დამატებით ზემოდან უნდა შევადაროთ, ის ჩდება თუ არა ის პასუხი a ეკუთვნის 2-დან 5 შუალედს. და აქ ის კი არა, რომ